მოვალეთა რეესტრი ზუსტად 1 წელი არსებობს და ამ პერიოდში იქ ჩანაწერთა რაოდენობამ 31000 მიაღწია, მათ შორის მხოლოდ წელს იანვარში სიას 12000 ვალაუვალი პირი თუ კომპანია შეემატა. ვალის გადახდა კი ამ 1 წლის განმავლობაში 6000-მდე სუბიექტმა შეძლო და შესაბამისად ისინი მოვალეთა რეესტრიდან ამოიწყნენ. სხვა დეტალებს ახლა ნიკა მელია ახსულების ბიუროს ხელმძღვანელი გვეტყვის, მოგესალმებით. ეს 12000, რაც თითქმის 40%-ია რიცხვის, ცოტა შემაშფოთებელია იანვარში ერთ თვეში. ეს რას უკავშირდება ახალი წელი აცადეთ რომ არ ჩავსხამეთ. იანვრის თვეში მართლაც დიდი რიცხვი დაფიქსირდა, მას განპირობებული იყო რამდენიმე ფაქტორით. ზედმეტად ჩვენ გავაქტიურდით ამ საქმიანობის მხრივ ბიუროში და ამ გამოიწვია ასე თქვათ რიცხვის გაზრდა მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირების, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული და ორგანიზაციების. თუ გაქვთ რაღაც გარკვეული შიდა ანალიზი ჩატარებული, აი დაახლოებით ან სტრუქტურიდან გამომდინარე ამ მოვალეთა რა პროცესებთან გვაქვს საქმე, უფრო კერძო პირები წილია მეტი ან ზრდის მხრივ თუ კომპანიები? ძირითადად ფიზიკური პირები არ ჭარბობენ. სწორად დაახლოებით 27-28% ხვედრით წილი მოდის ორგანიზაციებზე, იურიდიულ პირებზე, დანარჩენი მოდის ასე ვთქვათ ფიზიკურ პირებზე. რაც არის ალბათ საბანკო სესხებს უკავშირდება მეტი. არა მხოლოდ საბანკო სესხებს, ძირითადად ის კერძო სასესხო ურთიერთობებში შედიან ფიზიკური პირები ერთმანეთთან და მე ვერ ხდება ამ ვალდებულების შესრულება ერთის მხრივ და ასე სასამართლოში მიმართვის შემდეგ და განაწყვეტილების კანონურ ზალში შესვლის შემდეგ აღსრულებაში, როდესაც მოხდება ეს გადაწყვეტილება, ავტომატურად ხდება მოვალეთა რეესტრში რეგისტრირება. რეესტრში იყრის თავს ფაქტურად ყველა უწყებიდან ინფორმაცია ამ ვალის შესახებ, რაც მე ვთქვათ, როგორც მეწარმეს, ანგნებად სუბიექტს, რომელიც ვთქვათ, რომელთვისაც ბიზნესი აქვს ასესხება, ეს არ არის არალეგალური, მაძლევს საშუალებას, რომ ჩემი პოტენციური პარტნიორის შესახებ მივიღო ინფორმაცია რა, არის თუ არა ეს საშუალება. ბევრი დადებითი მხარე აქვს მოვალეთა რეესტრს, ამ ერთმა წელიწადში ჩვენ გვანახა მისი დადებითი მხარეები და ერთ-ერთი არის ესაზე თქვენ საუბრობთ. აი რა ტიპის ინფორმაცია შეიძლება მივიღო? თქვენ შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია ან პოტენციური ბიზნეს პარტნიორის შესახებ, პოტენციურმა ინვესტორმა დაუშვათ. შეიძლება მიიღოს ინფორმაცია, შემდეგი ინფორმაცია, რამდენჯერ იყო ეს მოვალეთა რეესტრში ესა თუ ისე პირი ან ორგანიზაცია რეგისტრირებული, რა საქმეებთან დაკავშირებით იყო, არის თუ არა მოვალეთა რეესტრში. ანუ მე თუ ვალი დავფარე, ჩემზე ინფორმაცია იქ მაინც რჩება, ვთქვათ, შეიძლება ჩემი წარსული ვთქვათ, ცოდვები ასე წარსული ცოდვები რჩება იმ მხრივ, უბრალოდ ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას, იყო თუ არა ეს პირი რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში და რა საქმესთან დაკავშირებით იყო. ამ ეტაპზე ესე არის ამირის მსჯელობა, რომ ეს ინფორმაცია არ იყოს ხელმისაწვდომი, მაგრამ ვინაიდან ბევრი ასე თქვათ პოტენციური მეწარმე ინტერესდება მისი პოტენციური ასე ბიზნეს პარტნიორის შესახებ, ამ ინფორმაციის თვალსაზრისით ვთვლით, რომ შეიძლება ეს ძალაში დავტოვოთ. რამდენად აქტიური აღმოჩნდა მოთხოვნა? ძალიან აქტიურია და აქედან გამომდინარე ჩვენ საჯარო გავხადეთ ეს ინფორმაცია. ადრე აუცილებელი იყო რომ მოსულიყავთ ჩვენთან და განცხადების საფუძველზე მიგიღოთ პასუხი. დღეს ჩვენ ვერ გვერდის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ. და ეს გადასახადი 10 ლარი ამ შემთხვევაში როგორ მოხდება? 10 ლარი თუ ჩვენთან მოხდათ ბიუროში და განცხადების სახით მიიღებთ. თუ ვებგვერდიდან თქვენ უბრალოდ ამობეჭდავთ, ამას იურიდიული ძალა აქვს და შეიძლება მიიღოთ სახიდან გაუსვათ ეს ინფორმაცია. ამ შემთხვევაში ფასის გადახდა არ მომიწევთ. ფასის გადახდა არ მოგიწევთ და გარდა ამისა ბევრი დადებითი ახსოვს ეროვნულ ბიუროს კუთხით ამას ის დადებითი მხარე აქვს, რომ იგი უზრუნველყოფს ეფექტურ ასრულებას. კრედიტორის თვალსაზრისით ამას ის დადებითი მხარე აქვს, რომ მაქსიმალურად ხდება მისი ინტერესების დაცვა და პოტენციური ინვესტორებზე და ბიზნეს პარტნიორებზე ვისაუბრებთ. როგორია თქვენი პროგნოზი ან იმ მასალებიდან გამომდინარე, საქმეებიდან გამომდინარე, რომელიც ახსულების ბიუროშია, ეს უნდა ველოდოთ ტენდენცია როგორი იქნება თქვენი აზრით? ჩემი პირადი აზრით ტენდენცია არ უნდა იყოს მზარდი. ოშტოში ასე მზარდი არ უნდა იყოს, ზუსტად ამისთვის ხდება ჩვენი საქმიანობის გააქტიურება, ან საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ან ახსულებს ეროვნულ ბიუროს საქმიანობის შესახებ გავაძლიერდეს, რას ვაკეთებთ, რა სერვისებს თავაზობთ, რა ხდება, რა შემთხვევებში შეიძლება თავის არიდება. მინდა გითხრათ, რომ სადღაც 15-16% მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ პირები არ ცოდნიათ, რომ მათ წარმოეშვათ ვალი ამა თუ იმ შემთხვევებში. კერძოდ, ძირითადად საპატრულო ჯარიმებზე არის საუბარი, ახსულ ჯარიმებზე. ანუ მათ გაუშვეს ნებაყოფლობითი ვადა ვალის გასტუმრებისა და შემდგომ შეტყობინება აღარ მისვლია. შემდგომ შეტყობინება
ისე მოხდა რომ ვერ იქნენ ინფორმირებული ალბათ ობიექტური მიზეზების გამო და ეს პირი ავტომატურად მოხდა მოვალეთა რეესტრში და მას შემდეგ რაც საბანკო ანგარიში ასე თქვა დაყადაღდა მისი მოიკითხა მოვალემ მოვიდა ახსოვს ეროვნულ ბიუროში და გადაიხადა ანუ საბანკო დაწესებულებები ანუ ბანკები ავტომატურად აწვდიან ინფორმაციას ახსოვს ეროვნულ ბიუროში. აქედან გამომდინარე და ველოდოთ თუ არა რომ აი ეს ხარვეზები შეიძლება გამოსწორდეს აი იმიტომ რომ რაც შეეხება ჯარიმებს საპატრულოს ჯარიმებს ეს პირში ყველა მძღოლმა იცის რომ დროზე თუ არ გადაიხადე ან დაგავიც და მე შემდგომში ძალიან ხშირია როდესაც მიდის ასე თქვა შეტყობინება მისამართზე სადაც თქვენ ხართ რეგისტრირებული, მაგრამ ფაქტობრივი მისამართი თქვენი არის სულ სხვა, ანუ ცხოვრობ სხვაგან, რეგისტრირებული ხართ სხვაგან, ანუ ჯარიმა თვითარი მიდის შეტყობინება თქვენს რეგისტრირებულ მისამართზე. აქედან გამომდინარე თქვენი ინფორმირება ვერ ხდება სამწუხაროდ და მოვალეთა რეესტრის საშუალებით პირი იგებს, რომ მას ასე თქვათ აქვს ვალი და მოდის და თუმცა ამ დროისთვის ჩემი თქვათ რეპუტაცია როგორც ბიზნეს მაგრამ ამიტომაც არის რომ მოვალეთა რეესტრიდან ამ მონაწერის ინფორმაცია იმდაგვარი მიეწოდება დაინტერესებულ პირის სადაც ჩანს რა საქმეზე იქნა ეს პირი მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული. რა თქმა უნდა. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის.